ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰექსეტმა გასცა ბრძანება, რომ შეჩერდეს რუსეთის წინააღმდეგ კიბეროპერაციები. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა რეკორდსმა გამოაქვეყნა პირველად, მოგვიანებით კი ასევე წყაროებზე დაყრდნობით პუბლიკაციები გამოქვეყნდა Washington Post-სა და New York Times-ში. დეტალები ამ ბრძანების არის უცნობი, თუმცა როგორც Washington Post-ი წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, ეს არის მიღებული პრაქტიკა მაშინ, როდესაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, სავარაუდოდ საუბარი არის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელიც იმართება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. მე შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს შედგა პირველი ასეთი შეხვედრა ოფიციალური წარმომადგენლების, მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა სერგეი ლავროვი, საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარკო რუბიო იყო ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი. უცნობი არის კონკრეტულად დეტალები, ისე როგორც გითხარით, ამ ბრძანების, ისევე როგორც თარიღი, როგორც აღნიშნავს წყარო, ეს როგორც გითხარით, ეს არის მიღებული პრაქტიკა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვროს რისკები, რაზეც მუშაობს კიდევაც კიბერსარდლობა. კიბერსარდლობას გადაეცა უკვე ამის შესახებ ინსტრუქცია და ისინი ამჟამად ზომავენ რისკებს, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კიბერსპეცოპერაციები, რომლითაც ისინი იცავენ საკუთარ კიბერუსაფრთხოებას რუსეთისგან, რომელიც მუდმივად ცდილობს კიბერთავდასხმას ამერიკის შეერთებულ შტატებზე, თუ რა რისკი იქნება, გაიზრდება თუ არა ამის რისკი, თუ ეს დროებით შეჩერდება. ზოგადად კონფლიქტური სიტუაციების დროს კიბერუსაფრთხოებასა და კიბერთავდასხმას შორის ზღვარი ძალიან ბუნდოვანი ხდება და სწორედ ამიტომაც, როგორც Washington Post-ის წყარო და ასევე რეკორდსის წყარო აღნიშნავს, მნიშვნელოვანი არის, რომ დაითქვას კონკრეტული დრო, თუ რამდენი ხანი შეიძლება ასეთი სპეცოპერაციების შეჩერება, თუმცა ჯერჯერობით ამ შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ გავრცელებულა, პენტაგონში ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. როგორც უკვე გითხარით, 18 თებერვალს გაიმართა პირველი მოლაპარაკება რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, თემა იყო უკრაინა და ოფიციალური დეტალები იმის შესახებ, თუ რაზე მიმდინარეობდა ლაპარაკი, არ გამოქვეყნებულა. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით მედიები ავრცელებდნენ ინფორმაციას. ერთ-ერთი წყაროს ცნობით საუბარი არის სავარაუდოდ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელზეც მუშაობა დაიწყო ვაშინგტონსა და მოსკოვში საელჩოებმა. მათ დაიწყეს ამის შესახებ მუშაობა სავარაუდოდ და ასევე განიხილეს შეხვედრა პირველი პირების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის, შეხვდებიან თუ არა პრეზიდენტები ერთმანეთს, ასევე უცნობი არის, მოხდება თუ არა ეს შეხვედრა.